დღეს მე და მზიკო ვეჯიბრებით, ვინ უფრო გემრიელ კერძებს გააკეთებს. მე ვაკეთებ ოსტრს, მე ვაკეთებ აჭარულ ხაჭაპურს. კი ბატონო და შევიფასებს გიო. ყველაფერი გამოვიძახით ორი ნაბიჯის აპლიკაციიდან და რა ვიცი, დავიწყოთ მზიკო? დავიწყოთ. წარმატებები. გიო ძალიან სკეპტიკურად შეგვიფასებს მზიკო, ასე რომ უნდა ვივაშკაცოთ. არ გვეშინია. მზიკო ჩუმად გიო ვერ გაიგოს. ხორცი ესე დავჭრა? ხო. ასე დაჭრებათ? ეს ხომ მოხაშო. ხო, აბა. კარგი, მოვხარშოთ ახლა ხორცი. მოკლედ მზიკო მე რამე შველებოდა ორი ნაბიჯის აპლიკაციაში რო არ ყოფილიყო რეცეპტები და რო არ ეწეროს რა როგორ უნდა გააკეთოთ თორე. აბა კი არავინ მიკარნახებს მე. ძალიან კარგი რამეა. კი. 2000 years later. მოკლედ გააკეთეს აჭარული ხაჭაპური და ოსტრი. მე რა თუ მეტი წვენი აქვს. ძალიან მაგარი ოსტრი იქნება, დარწმუნებული ვარ. ნახოთ როგორი გამოვიდა. მე კიდე შემწვარი მინდაო და აგი შემწვარი. ნახოთ ეს. ცომიც ნახე როგორია. ყველი არ არის. თუ გაძღება მე რა იტყვის რა ვარ. თუ ასე. ძალიან გემრიელია. 10-დან 6. ასე ის რაზე მეცინება. რო ანუ ოსტრს არ გავს წმიანია რა ჩანგალია მაგ მოტანილი რო ოსტრივით ჭამო. დავაგემოვნოთ ოსტრი. აი შემდეგზე გიოს უნდა გავაკეთებინოთ და ჩვენ ვიჟდეთ ჟურად შემომძიკო. შენ იმას აუგნიშნავ რომ ეს ოსტრი არ არის. სხვა კერძია. თქვენ გამოიგონეთ. თუ გადაუჩი და ზოცხალი ვიყავი, აუცილებლად შეგატყობინებთ. ავიდემ ოსტრზე დამპატიეთ. ამ ყველაფერში გამარჯვებულია აჭარული ხაჭაპური.